გამარჯობა მეგობრებო, ჩვენი გაშლა შეეხება ნაბიჯებს, ექნება თუ არა თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს ნაბიჯი თქვენს მიმართ, გვექნება რამდენიმე ვარიანტი და შეგიძლიათ აირჩიოთ იქიდან. პირველი ვარიანტი, ექნება თუ არა ნაბიჯები თქვენს მიმართ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს და მეორე ვარიანტი, ექნება თუ არა თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ ნაბიჯები. კარგად დააკვირდით, რომელი არკანის მიგიზიდავთ აირჩიეთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. მეორეს გვერდით გადავდებ და ნახოთ, ხო? ექნება თუ არა თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს ნაბიჯები თქვენს მიმართ. ამ ეტაპზე ეს ადამიანი არის საკმაოდ დეპრესიულ სიტუაციაში, ძალიან დანაღვლიანებულია, ძალიან განიცდის ამ ურთიერთობას და ამ ურთიერთობის დაკარგვას. თითქოს ეს ადამიანი თვლის, რომ დაკარგად მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სასურველი რაც იყო, ის დაკარგა და საკმაოდ ხანგრძლივ ურთიერთობაზე აქ საუბარი, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის თქვენ იყავით ყველაფერი და ამ ადამიანისთვის თქვენ იყავით სამყაროს მნიშვნელოვანი სინათლე დაკარგა თავის ცხოვრებაში და ეხლა არის სიბნელეში, გაურკვევლობაში, დეპრესიაში, როგორც გითხარით და ვერ ხედავს გამოსავალს. თითქოს იძირება ამ დეპრესიასა და ნეგატივში და რაც უფრო და უფრო ფიქრს მიეცემა ხოლმე რა დააშავა და რა იყო არასწორი ამ ურთიერთობაში, მით უფრო იძირება. ეს ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ მისთვის იყავით მთავარი სიყვარული, პირველი სიყვარულით შეიძლება, არის თქვენ შორის შანსი, არის პოტენციალი, მაგრამ თითქოს ამ ყველაფერს ვერ ხედავს. იმ დონეზე იძირება იმ ფიქრებში რა გააკეთა არასწორი, რომ მე ამ პოტენციალს ვერ ხედავს თქვენთან მიმართებაში და მას სჭირდება ბიძგი, მას სჭირდება რაღაც იმპულსი, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ყველაფერს ვერ ხედავს და რაღაცნაირად შეფერხებულია, ხო, მისი სივრცე და იბლოკება თავისი ფიქრებიდან გამომდინარე, იბლოკება იმ აზრებიდან გამომდინარე, რომ შანსი და პერსპექტივა არ არის და რომ თქვენ არ მიიღებთ ამ ადამიანს და რომ დასრულდა ყველაფერი. ზოგიერთ თქვენგანთან მართლა დასრულდა ყველაფერი, შეიძლება დაკარგეთ კიდევაც საყვარელი ადამიანი არ გამოვრიცხავ და ვინ ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი, შეიძლება არ იყოს ახლა ცოცხალიც ნეგატიური ინფორმაციას უნდა გავაჟღერო და არ იცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ აქ სამყარო ამბობს, რომ თქვენ შორის არსებული ემოცია, თქვენ შორის არსებული სიყვარული გაილია, გაიცრიცა და ამ ყველაფერმა შექმნა ეს სიტუაცია, რაც ახლა შექმნილია, ხო? საბოლოო ჯამში პასუხი კითხვაზე, ექნება თუ არა ნაბიჯები თქვენს მიმართ ამ ადამიანს არ არის, მაგრამ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ადამიანი, პოტენციალი შანსი არსებობს და მას სჭირდება ბიძგი, მას სჭირდება იმპულსი, რის მიხედვითაც გამოფხიზლდება და ერთგვარად თქვენი სინათლე იქნება მისთვის ნიშანი, აი როგორც ვარსკვლავი რო ჩამოვარდება და რაღაც ნიშანს რომ მოგცემს, მსგავსი ნიშანი იქნება თქვენი ნაბიჯი მისთვის. წარმატებები. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ექნება თუ არა ნაბიჯები. კი ბატონო, მეორე ვარიანტში ამ ადამიანისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ და ის ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობაში უფრო მეტი რესურსი უნდა ჩადოს, უფრო მეტი აქტივობა უნდა ჩადოს, უფრო მეტად დაგანახოთ თავისი სიყვარული და ეს სიყვარული გადმოიტანოს ნაბიჯებში, ხო? მარტო სიტყვები არ კმარა, აი ამაზე საუბრობს, რომ მე უნდა გავაკეთო მეტი, მე უნდა ვანახო ჩემი ქალურობა, ჩემი მამაკაცურობა, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ასევე ეს ადამიანი საუბრობს, რომ თუ დაგიდგებათ მხარში, თუ მეტ ფინანსებს ჩადებს, მეტად იქნება თქვენს მიმართ საჩუქრებით განწყობილი, ემოციური განწყობაც მიფიქსირდება და დახმარება, უფრო მეტად იქნებით მის ცხოვრებაში და უფრო მეტად შეძლებს ამ სიყვარულის მოპოვებას. თქვენ მისთვის ხართ სასურველი ადამიანი, რომლის მოპოვებაც უნდა და რომლის დამსახურებაც უნდა და თვლის, რომ თქვენ იმაზე მეც იმსახურებთ, ვიდრე ის გასცემდა აქამდე, ვიდრე ეს ადამიანი გაწვდიდათ და აქ საუბრობს იმაზე, რომ თქვენ არ უნდა იყოთ მათ ხვარის როლში და თქვენ იმსახურებთ, რომ გვერდით ყავდეთ ღირსეული პარტნიორი და ზუსტად ამ ღირსეული პარტნიორის ძებნაში იყო, საკუთარ თავის ძებნაში იყო ეს ადამიანი და ეხლა აუცილებლად გააქტიურდება და აუცილებლად ექნება თქვენს მიმართ ნაბიჯები, იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილება არის უკვე წერტილდასმული, იმიტომ რომ პენტაკლების ენერგია ეს არის სტაბილური ენერგია, გააზრებული ენერგია. ზოგიერთ თქვენგანთან მიჩანს ხელის თხოვნაც და შემოთავაზება, შეიძლება ესე უშუალოდ არ გთხოვოთ ხელი და არ იყოს რიტუალი, ესე რა ვთქვათ, ხელის თხოვნის რიტუალი, მაგრამ იყოს შემოთავაზება და იმის გაჟღერება, რომ თქვენ ხართ მისი არჩევანი, თქვენ ხართ მისი ქალბატონი ან მამაკაცი და ეს ადამიანი აპირებს თქვენთან სერიოზული ურთიერთობის წამოწყებას. თუ აქამდე იყავით რაღაც მეგობრულ ამპულაში, ან ფლირტაობდით, ან იყავით სექს პარტნიორები და არ გთავაზობდათ მსგავს წინადადებას და არ საუბრობთ მსგავს რაღაცებზე, ეხლა აუცილებლად დაიწყებს ამ ყველაფერზე საუბარს და აუცილებლად გეტყვით, რამდენად ძვირფასი ხართ და მნიშვნელოვანი და რომ მისი არჩევანი ხართ. გააზრებული, სწორი ნაბიჯები იქნება მისგან საჩუქრებით და პოზიტივით დამუხტული.
შეიძლება გაჩვქოთ სამკაული, რომელიც სიყვარულის ემბლემას შეიცავს, ან რაღაც ძვირფას, ესე ვთქვათ, წარწერა შეიცავს თქვენთვის და ძალიან პოზიტიური იყოს. ასევე შეიძლება ბილეთები გაჩვქოთ, რომ სადღაც გაემგზავროთ და ერთად პოზიტიური პერიოდი შეიქმნათ და პოზიტიური მოგონებები შექმნათ. ყოველ შემთხვევაში მისთვის არ ხართ რიგითი ადამიანი, მისთვის ძვირფასი ხართ და ამ ძვირფასეულობას, რომ ძვირფასი ხართ, დაგანახებთ ფინანსური რესურსის ჩადებით და სხვადასხვა აქტივობების შემოთავაზებით. მოკლედ, ასეთი იყო ჩვენი გაშლა. თუ რეზონირდა მეგობრებო და რეზონირდება შემდეგში, აუცილებლად დამიკომენტარეთ და წარმატებები ყველას.